Mercy Corps-ი 2023 წლიდან ახორციელებს უსაფრთხო ონლაინის პროგრამას, რომლის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ქალთა გაძლიერება ელექტრონულ კომერციაში. Ამ მიმართულებით ტურიზმის სექტორში მოძიებული იქნა სხვადასხვა კომპანია, ტურისტული კომპანია, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი ქოლგის ქვეშ, რასაც დაერქვა Travel Collection-ი. Travel Collection-ი იძლევა საშუალებას ხარისხიანი ტურისტული ობიექტები შევიდნენ ელექტრონულ კომერციაში და უზრუნველყონ ამით ტურისტების კეთილგანწყობისა და კმაყოფილების ზრდა. დღეს ვისაუბრეთ იმაზე, როგორ იცვლება ტურიზმი ციფრულ ეპოქაში. Forbes ჰქონდა ორი პანელი, რომელიც ამ თემას მიეძღვნა. Forbes-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წაახალისოს ეს ჩვენც საკუთარ თავს ვხედავთ, როგორც პლატფორმად გლობალური Forbes-ის მისიაც ეს არის, რომ ადამიანებს მისცეს ცოდნა, უნარი, რესურსი, ქსელი, კავშირები იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას და ესეთი პლატფორმები, სადაც იდეები, კაპიტალი და მოტივირებული ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და უზიარებენ გამოცდილებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ მადლობას ვუხდით ამ პროექტის შემოქმედებს, Mercy Corps, Travel Collections, რომელიც იზიარებენ მათ შორის Forbes-ის მისიას, ამ შირის განხილვას, როგორც რესურსი, ისე რომ განვიხილოთ კავშირი და იმეც ვიქონიებთ, რომ ეს ჩვენი მეცადინეობა დიჩედეს გამოიღებს ქართული ტურიზმის სექტორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგალითად მეღვინეები, განსაკუთრებით ნატურალური მეღვინეობის წარმომადგენლები ძალიან ტრადიციულ სფეროს წარმოადგენთ, ხო, ვერ წავუვალთ ვერნაირად იმ ფაქტს, რომ შესულები გვაქვს სულად ახალ სფეროში, ახალ ეპოქაში, სადაც ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე კი შეიძლება გადარჩემა რა, რაღაცნაირად განვითარდები და წინ წახვალ და რაღაცა მრავალ ადამიანთან მოახერხებ ეფექტური კონტაქტის დამყარებას, რომ ზღაპარია. არ ხდება ესეთი რაღაცა, ამიტომ სწორედ აი ეს საკითხებზე ვლაპარაკობთ, ვეცდებით რაღაცა ერთმანეთს, ოცნობით მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს და საუბრობთ, როგორ შეიძლება რაღაცნაირად ინტეგრირება გავაკეთოთ იმ კუთხით, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს უფრო წარმატებული იმ აზრით, რომ მეტ ადამიანთან შევძლოთ კონტაქტის დამყარება, მეტი ადამიანის მოზიდვა და რაღაცნაირად მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი თავი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორის ქართველი მეწარმეებისთვის თავისი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების და სიახლეების გაზიარებას. ჩვენ როგორც აგარანის მამული ძალიან დიდი სიამოვნებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მასპინძლობთ მათ და აუთმეთ სივრცეები იმისთვის, რომ შეიკრიბოს ეს ხალხი, ისაუბრონ, გაუზიარონ ერთმანეთს ეს სიახლეები და გამოცდილებები. Travel Collections აქვს იმის ამბიცია, რომ თქვას, რომ მე ვქმნი განსაკუთრებულს, განსხვავებულს, ავთენტურს და ვკრებ იმ ადამიანებს და ვაყალიბებ იმ კავშირებს, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ მდგრადად განვითარდნენ ის ბიზნესები, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით, რომელსაც Mercy Corps-ი უჭერს მხარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Forbes-ის ხარისხის და დონის საინფორმაციო პლატფორმა უთმობს თავის ფოკუსს და ყურადღებას იმ ადამიანებს, რომლებიც თავის ხელით ქმნიან ქვეყნისთვის ღირებულ ტურისტულ პოტენციალს, რითაც მერე თითოეული მოქალაქე გარკვეულწილად იღებს სარგებელს. ამაში ვხედავთ, რომ Travel Collections დიდი მნიშვნელობა აქვს იმ იდეას, იმ კავშირს, რომელიც დღეს აქ იქმნება.